ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა გრძელდება. შესვენების შემდეგ ირაკლი ყობახიძე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. ანგარიშის მოსმენის მერე დარბაზში კითხვები დაისვა. პრემიერ-მინისტრმა დღეს კანონმდებლებს 150 გვერდიანი დოკუმენტი გააცნო. მისი გამოსვლა საათზე მეტ-ხანს გაგრძელდა. ანგარიში მოიცავს გასული 12 თვის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას, მათ შორის ეკონომიკურ ზრდას, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს, ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობებს და შიდა პროცესებს. პარლამენტს და ლელა ჯავახიშვილს ჩართვით პირდაპირ ეთერში გისმენთ ლელა. პრემიერ-მინისტრმა მოხსენება დაიწყო ეკონომიკაზე საუბრით, როგორც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტით, თქვა, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია და 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9.4%-ს შეადგენდა. პოზიტიურია სავალუტო ფონდის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე წელში ამ მიმართულებით ექნება საუკეთესო შედეგი რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. წლის ბოლოს კი ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ანგარიშის მიხედვით ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობაც. ამავე ანგარიშის თანახმად ერთნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება სიღარიბის კუთხითაც და მთავრობის ამბიციური მიზანია, რომ 2028 წლისთვის როგორც სიღარიბის, ისე უმუშევრობის დონე 4%-მდე შემცირდეს, შეიქმნას 200,000 სამუშაო ადგილი და საშუალო ხელფასმა 3,500 ლარს მიაღწიოს. ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის. ეკონომიკაზე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ეკონომიკაზე დგას ჩვენი დემოკრატიული სისტემის გამტკიცება და ასევე ეკონომიკაზე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამტკიცება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკის ზრდას ენიჭება საკვანძო მნიშვნელობა ზოგადად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის. 2024 წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს. და ამ წლის ბოლოს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, რომ პირველად ჩვენი ეკონომიკა წლის ბოლოს გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნების გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც კი არ შეადგენდა. ანუ ჩვენ შევძელით დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა, რა თქმა უნდა, გჭირდება ამ ტემპის მომავალშიც შენარჩუნება. ასევე ამ წლის ბოლოსთვის პირველად ჩვენი ეკონომიკა ერთ სულმოსახლეზე გადააჭარბებს 10,000 დოლარს. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი, აქაც გჭირდება, რა თქმა უნდა, ამ ტემპის შენარჩუნება. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13.9%. ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს, მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26.7%-ს. ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გჭირდება ეკონომიკის განვითარება იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი სწრაფი ტემპით შემცირდეს. მე მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები 2028 წლისთვის. ჩვენი მიზანია მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის გვინდა, რომ შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი. იმ ტემპის მიხედვით, რაც გვაქვს აღებული, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე ამ შედეგის მიღწევა, დამატებით 200,000 სამუშაო ადგილის შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2,170 ლარი. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის, გვინდა რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3,500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით ეს არის სავსებით რეალური. 2024 წელს 90,000 ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. აქაც მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა.
მოხსენების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საგარეო პოლიტიკასაც, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ეხება. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის კონკრეტული მგზავრებით, თუმცა ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ამ კუთხით პოზიტიურ ჭრილში გაკეთდა აქცენტი ელჩის დანიშვნაზე. აღინიშნა ისიც, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩინეთთან თანამშრომლობა და მასთან პოლიტიკური და ეკონომიკურ სავაჭრო კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით კი ითქვა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს მზადაა გადადგას ამ პროცესის ხელშესაწყობად ყველა ნაბიჯი, თუმცა საპასუხოდ საჭიროა სამართლიანი მიდგომა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამტკიცება და ჩვენი საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის მეც პირადად გქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტები. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, რაც არის ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, როგორც მოგეხსენება, ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მზად ვართ უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს, მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით ბუნებრივია მსაუბრის რეჟიმში ჩვენ მზად ვართ გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის, თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად მოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იმედია, რომ აქაც გადაიდგება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანა პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. ჩვენ შარშან წინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობთ, მათ შორის ერთობლივი წვრთნების, სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად მუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს ბუნებრივია თავისი შედეგი და ბუნებრივია აგრძელებთ მოქმედებას ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკით, რასაც რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 2024 წლის ანგარიშში მოხდა წლის ბოლოს განვითარებული მოვლენებით, საპროტესტო აქციები და პოსტსაარჩევნო პროცესები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების აღკვეთა, შედეგად კი შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ანგარიში პერიოდის განმავლობაში გაკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა. მე მინდა ამისათვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობის გარეშე და გადაწყვეტილების გარეშე ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი. ასევე მე მინდა ვისარგებლო შემთხვევა და კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მსრუნველი საკუთარი ხალხის მიმართ, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მსრუნველი
საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებსაც დღეს მქონდა მე საუბარი. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიზნაევიჩვილს ამისათვის. ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე 5 დღე, როდესაც წინასწარ შემოშავებული გეგმით კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად თვალნათელი და სრულიად აშკარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ მიცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შეასრულებას და აქ მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენ სალოვან სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთაში იყო ჩართული, მადლობა მათ ამისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა. თავი მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ქართულ ხალხს, რომ არა ქართველი ხალხი, ისი სიბრძნე, მისი მხარდაჭერა, ვერც ერთი შედეგი ვერ იქნებოდა, ბუნებრივია მიღწეული. და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც გამოვლინდა გასული წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში. ეს იყო ძალიან რთული არჩევნები. იყო ძალიან სერიოზული უხეში გარე ჩარევა, რომ თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ასეთი გზავნილები ძალიან კარგად გახსოვთ. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ. ეს იყო ომი და მშვიდობა. და საბოლოო ჯამში ქართულმა ხალხმა, სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება პირველ რიგში ის, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და დიდი მადლობა ჩვენს დედა ეკლესიას და უწმიდესად უნეტარეს სილია მეორეს ამისათვის. ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან. ეს შემაჯამებელი გზავნილი ჰქონდა მოხსენების ბოლოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძემ, საკმაოდ ორსლად ისაუბრა გარეთ-ჩარევითა და დაფინანსებით სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობებზე და თქვა, რომ დღეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია. გარედან მუდმივი რყევის ფონზე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მათ გადაწყვიტეს ეძალადათ სახელმწიფოს. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც, რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდგულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ ხედავდით ცდილობებს იმისა, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. გარე ფარული დაფინანსების ცდილობდნენ, მაგალითად შეერყია ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ LGBT პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და შემდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა ფარულად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვეტეს, რომ ეს ყველაფერი გავიდოდა და ეს ყველაფერი იქნებოდა შეასრულებელი. ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. და მე მახსოვს, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის დიპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, პირდაპირ მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად და ხშირად ჩვენი გვერდისავლით წერდნენ ხოლმე კანონებს და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ასევე მე მახსოვს, როგორ კარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო, მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრა და ვინ არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დაასუსტეს და ასე უხეშად შეიძლებოდა მოქცეოდნენ. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელისთვის, ხელი გაერტყათ პოლიციელისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა. რატომღაც ასე ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მას არ იქნებოდა ამაზე რეაგირების შეასრულება. ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები
პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე ჩათვალისწინოთ, რომ დასწრებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოგცეოდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან. ჩვენ დაუპირისპირდებით სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ ცდილობას, ამას ხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ესეც ხდებოდა გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუშვებდით და არ დაუშვებთ არც მომავალში. ჩვენ დაუპირისპირდებით ძალიან მკაცრად სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავსმოხვევის აბსოლუტურად ყველა ცდილობას. ჩვენ გვაქვს საამაყო ქვეყანა და ძალიან ღირსეული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ითვლის 3000 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრობა ფარდამასიდან მოყოლებული ითვლის 23 საუკუნეს და ჩვენი ეს სახელმწიფოებრობა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, მათ შორის 90-იანი წლების ომების გმირებმა, 2008 წლის ომის გმირებმა და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. და რა თქმა უნდა, აქეთკენ იქნება მიმართული საქართველოს მთავრობის საქმიანობა მომავალშიც. და დასასრულს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება. ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოო დაძლევა და როგორც უკვე ითქვა, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით და ჩვენ საშუალო პერსპექტივაში გვექნება მიზნის სრულად მიღწევის საშუალება და მეორე ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი იქნება საბოლოოდ მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს. დიდი მადლობა. სხდომაზე ამ წუთებში შესვენება, პრემიერ-მინისტრის მოხსენება კი დაახლოებით საათზე მეტხანს გაგრძელდა, ამდენივე დრო დაუთმეს დეპუტატებმა კითხვებზეც, რომლებზეც პასუხებს ისინი უკვე მოისმენენ მას შემდეგ, რაც სხდომა განახლდება. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა. კორუფციასთან და ნარკოტიკებთან ბრძოლას პრემიერი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციის მიმართ ხელისუფლება შეურიგებელი იქნება და ეს არის საქართველოს მთავრობაში ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი. პრემიერმა ისაუბრა ნარკოპოლიტიკაზეც და იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც ამდენიმე დღის წინ გააჟღერა. წინა გამოსვლისას შარშან მე განვაცხადე, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში, უსწრებთ მჭიდრო ქვეყანას, ევროკავშირის მჭიდრო ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ არ შეიძლება ამით აკმაყოფილდეთ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევიდეთ სოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი არის დამოკიდებული რა თქმა უნდა ამ ნების აღსრულებაზე. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა გასული წლის განმავლობაში მიმდინარე წელს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა მისი აქტის გასაჯაროებას. ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიცნოს საქართველოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა ვერაფერი მათთვის საინტერესო ვერ ნახეს ჩვენი კრიტიკის მოსურნეება, რატომ? იმიტომ რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და მუშაობს პრინციპების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. ასევე კითხვები დაისვა ჟურნალისტებმა მკითხეს, რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები. დავინტერესდი, მეორე დღესვე გაიხსნა ყველა დეკლარაცია, ჩავერია, დეკლარაციები გაიხსნა, ნუ აქაც ეძიებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა დღემდე წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი. კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის მათ შორის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში. კეთილსინდისიერება არის მთავარი.
ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა, ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. ასევე ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთ თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდანაც მკაფიოდ გამოჩნდა, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იქნა ამოღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ პრეპარატების, მედიკამენტების არადანაშნულების სამეფო გამოყენებისათვის და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თავობაზე, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა, სახელმწიფო დააზღვევს ნებისმიერ მანკიერებას სამმართველობით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ვინმე ან არალეგალური, ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შეხვდა. ინფორმაცია კურიერს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ დაუდასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა თემები განიხილა ელჩმა სალომე ზურაბიშვილთან. კურიერმა დიპლომატიურ უწყებას დამეტებითი კითხვებით წერილობით მიმართა. ზურაბიშვილისა და დანიგანის შეხვედრა კითხვებს უჩენს ქართულ ოცნებას, სადაც აინტერესებთ, რატომ არ იყო შეხვედრა წინასწარ დაანონსებული. ამერიკის საელჩოსთან კესო კაფეენზე მუშაობს, ის დეტალებით გვერდება, გისმენთ. ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში ადასტურებს, რომ ელჩი რობინ დანიგანი ცოტა ხნის წინ შეხვდა ამერიკის საელჩოში სალომე ზურაბიშვილს, თუმცა ამ შეხვედრის შინაარსზე ისინი არ საუბრობენ. დღის პირველ ნახევარში მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა ამერიკის საელჩოში. ამის შესახებ მათ არ გაურცელებიათ და არც დაუანონსებიათ და ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩვენ კურიერმა მიმართა ამერიკის საელჩოს საქართველოში ოფიციალური წერილით, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ეს ინფორმაცია და ამერიკის საელჩომ დაადასტურა, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა კითხვაზე რა შინაარსის შეხვედრა იყო, მათ პასუხი არ გაუციათ. კურიერმა კიდევ ერთი ოფიციალური მეილით მიმართა ვაშინგტონის წარმომადგენლობას თბილისში, რას შეეხებოდა დიალოგის შინაარსი, თუმცა ამ დრომდე მათ პასუხი ჩვენთვის არ დაუბრუნებია. ასევე საინტერესოა ისიც, რომ არც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა არ იცოდა მათი თქმით ამ შეხვედრის შესახებ. ჩვენ დაუკავშირდით ბუნებრივია ინფორმაციის გაგებისთანავე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს და როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამ შეხვედრის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობდა ამ დრომდე. ოფიციალური განმარტება, რის შესახებ ისაუბრეს, დახურულ კარს მიხმა სალომე ზურაბიშვილმა და რობინ დანიგანმა ჩვენთვის უცნობია, თუმცა განცხადებებს აკეთებენ ქართულ ოცნებაში, როგორც უმრავლესობაში ამ შეხვედრას უწოდებენ. ეს იყო კონსპირაციული შეხვედრა, რომლის შესახებაც საზოგადოება არ გააფრთხილეს და ისინი მეტ დეტალს ითხოვენ ამ შეხვედრის შესახებ. აუცილებელი არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით დიპლომატები თუ ქვეყნის გარეთ. იმიტომ რომ ვიცით, არის მცდელობა ფაქტიურად კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადონ ვითომ და მოქმედ პრეზიდენტად. ეს არის მთლიანად ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფა. ამის ფონზე რა საკითხებზე საუბრობდნენ და რა ჰქონდათ საერთო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს და სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ძალიან საინტერესო არის. ის ალბათ კიდევ ერთხელ იმ გეგმებს სახავდა საელჩოს, არ ვიცი ზუსტად რომელი და ვინ წარმომადგენლების მონაწილეობით, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის კოორდინაცია ახლა ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა უდგას მათ. ჩვენ ამერიკის საელჩოსთან რამდენიმე საათია ვიმყოფებით, თუმცა მთავარი შესასვლელიდან არც სალომე ზურაბიშვილის შესვლა და არც გამოსვლა არ დაგვიფიქსირებია, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ამერიკის საელჩომ კურიერის ოფიციალურ წერილზე პასუხი დააბრუნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა უკვე შედგა. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ შეხვდა ამერიკის ელჩ რობინ დანიგანს, რომელმაც 5 ივნის ოფიციალური განცხადება გაავრცელა მისი პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით და ის საქართველოს
ოფიციალურად უკვე ივლისში დატოვებს. ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არც ამერიკის მხარეს, არც სალომე ზურაბიშვილს არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი 4 საათზე ჩანიშნა და სავარაუდოდ ამ შეხვედრის დეტალებზე იქ ისაუბრებს. მადლობა. კესო ქაფეენძე საუბრობდა ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. სტრასბურგში საქართველოს შესახებ გამართული დებატები პოლიტიკური შეფასებების თემა თბილისში. საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება. ამ სახელწოდებით დებატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა. პასისწორება ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს. დებატს დეპუტატების მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრებოდა. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მანამდე ისინი პასეს პრეზიდენტს შეხვდნენ. ევროსაბჭოში დებატები ქართული ოცნების გარეშე გაიმართა. ხელისუფლებო პარტიისთვის ასამბლეაში გამართული დებატი ალტერნატიული აზრის გარეშე მსჯელობა. ოპოზიციურ სპექტრში კი ამბობენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობოდ გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, იმიტომ რომ სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის. წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ შავია. რეალობა ხო ვიცით ყველამ და რაც თავარია იცის ქვეყნის მოსახლეობა. რეალობა არის მარტივი, ადამიანებს აქვთ კონკრეტული დანაშაული, ისინი არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო თვეებია, ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს შანტაჟზე, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მე მაინტერესებს თავიანთ ქვეყნებში იგივე რო გაეკეთებინათ ამ ადამიანებს, იგივე რო გაეკეთებინათ მათ პოლიტიკოსებს, რა გადაწყვეტილებას და რა დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. საკალათო სასამართლომ ნიკამელიას 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციას ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლემ დამნაშავეცნო დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მას აიგზავნა 2 წლით თანამდებობის დაკავებაც. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკამელია 25,000 ვარით დაჯარიმდა სამსახურობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლი წარმოებულ 2019 წლის საქმეზე. სამოსახლო დასწრებული გადასახადი შოუში შედის საჭირო სახელმწიფო განსაზღვროს პრივატული თავისუფლების საკუთარ მასშტაბის ჩამოყალიბება საქართველოს სამსახურის დაშვების თანამდებობის საკავების უფლება. დაგანაშაი დანიშნულ საჭიროს დაემატოს თბილისის საკავების სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დაშვების საჭირის მოვიდენაცი. ჩაიმოსახული დასწრებული და საჭირო საბოლოო სახელმწიფო განსაზღვროს თავისუფლების საკუთარ ვადით და ჩაიმოსახული რაც არ უნდა იკითხონ და წერონ და რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკამელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის, ასე ვთქვათ, აღსრულებას, რაც შეეხება ჯარიმას, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, იგი ორჯერ არის დაპატიმრებული. დღეს საერთოდ გამომართვებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მოგეხსენებათ, ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ჩვენ მოსამართლის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებები ნორმატიული ბაზა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამომტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ამის მოლოდინით ჩვენ გვქონდა ნამდვილად. გივით არგამაძე დაკავებულია, მას საქალაქო სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე არგამაძეს ასევე აიგზავნა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს ხდომას არ დასწრებია, ის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვაკის პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც მას ხელბორკილები დაადეს. სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლი, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. ხო დაადოთ ხელბორკილები გადავლება. ერთი წუთი ადამიანს რაც დადგა იმის მოლოდინი მქონდა ზუსტად. გავიმარჯვებ თავისუფლებად და აი ეს იქნება ჩემი აზრით უფრო მალე ვიდრე მეგონა მეც აქამდე. ჩემი აზრით სწორედ სამოქალაქო პროტესტმა ეხლა კიდევ უფრო უნდა აკრიფოს, ასე ვთქვათ, ძალა და ისევ ესე სამოქალაქო მტკიცე პროცესით უნდა გადავდეო დასრულდა. დავალებაც მიიღო გალუსტაშვილმა, ის დავალება აღასრულა. ნახეთ ხო, ახლა საბოლოო სიტყვის მოლოდინში იყო. ხო, უნდა მოისმენს საბოლოო სიტყვა.
უთხარი რომ არ არის კივი გამოცხადებული და უკვე დაწერილი გადაწყვეტილება იყო, ანუ საბოლოო სიტყვის მოსმენას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. წამიერადვე გამოაცხადა გადაწყვეტილება. ბრალდებული სარგებლობის ამოქმედებით შეუძლია ისარგებლოს თქვა საბოლოო სიტყვა, თუმცა გარემოება რომ მათი აზრით არის პოლიტიკური, ეს არის მათი სუბიექტური შეხედულება. ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც სამართლებრივ ჭრილში და სამართლებრივი კუთხით გქონდა სასამართლოში წამოღებული, ბუნებრივია სასამართლომაც სამართლებრივ ჭრილში შეაფასა საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც განთავსებული იყო, ასევე მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და ბუნებრივია მოლოდინი იმისა, რაც გქონდა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას კიდევ ერთხელ აფასებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრების განცხადებით კონსტიტუციაში წერია, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ თანამშრომლობა დასჯადია. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა, ვისაც გამოიძახებენ ამ კომისიაზე, ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის წინაშე. როდესაც შენ წინასწარ იცი, როდესაც შენ თვეების განმავლობაში ამაზე საჯაროდ გაფრთხილებდნენ. მერე ოფიციალურად პირადადაც გაგაფრთხილეს. მერე პირადადაც გამოგიძახეს და შენ მაინც ამას თავს არიდებ. შენ ძალიან კარგად იცი ეს რით დამთავრდება. ჩვენ ვერაფერს ვერ უშველეთ ადამიანს, რომელიც თვითდაპატიმრებისკენ არის განწყობილი. კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მომხრეა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ელისაშვილის თქმით, მისი ყოყმარი იმ დროს დამთავრდა, როდესაც ხაზარაძე ჯაფარიძეს ხელბურკილები დაადეს. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. ელისაშვილის განცხადებით, მან წინასწარ იცოდა, რომ ძლიერი საქართველო პარლამენტში 20 კაცს ვერ შეიყვანდა. მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თემით სპეკულირებს. ამ თემაზე ნანა გოგატაძე მუშაობს, ის პოზიციებს გაგვაცნობს. ნანა, გისმენთ. მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთ ტელეარხზე საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე ისაუბრა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ბუნებრივია დავინტერესდით ჩვენ მისი პოზიციით, ვინაიდან მან თქვა, რომ წინასწარ იცოდა, რომ სიის მე-20 ნომერი პარლამენტში ვერ მოხდებოდა, ბუნებრივია კითხვები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და არაერთხელ ცადეთ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირება, თუმცა როგორც ჩანს, მას კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს, ვინაიდან კურიერი სატელეფონო ზარებს ალეკო ელისაშვილმა არ უპასუხა. სამაგიეროდ კითხვებზე პასუხები გაგვცა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ, რომელმაც ელისაშვილის დაცვა საკუთარ თავზე აიღო და თქვა, რომ მისი განცხადება არ ყოფილა აღიარება. პარალელურად ისიც სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად ისევ ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაყალბდა. ფიქრობ, რომ ეს არ იყო აღიარება. ქონდა მოლოდინი შეიძლება მერე ლელომ რა შედეგიც აიღო ოფიციალური გაყალბებული შედეგებით, ეს საერთოდ არ არის იმასთან კავშირში, რა დაწერა ქართულმა ოცნებამ თავისი აქტივობის გაზრდით. იქ თუ გესმით არჩევნები, ხო, არის შეიძლება ხმების რაოდენობა, რაც ჩვენ მივიღეთ, რაც ვერ წაგვართვეს, მაგრამ როდესაც ქართული ოცნების ამომრჩეველი არის გაზრდილი ხელოვნურად, იქ რა თქმა უნდა არის სულ სხვა აქტივობა და იღებს სულ სხვა პროცენტს. ალეკო ელისაშვილს არ უთქვამს, რომ შედეგებს ვაღიარებ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის არჩევნების სიაში იყო ბოლოსკენ. იმ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა თავისი ხედვა შედეგებთან დაკავშირებით და მათი კერძო საქმე ეს. ჩვენ შეთანხმებული ვართ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი, რომელიც შესრულდა, არის ბოიკოტი და წინააღმდეგობა და მათ შორის ლეგიტიმაციის არ მიცემა პარლამენტისთვის. არ ვიცი ხა ელისაშვილი რას გულისხმობს, მაგრამ ჩვენ ხო არ საუბრობდით ყოველ შემთხვევაში იმაზე, რომ ოცნება ვერ გავიდოდა პირველ ადგილზე. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ იმ მომენტისთვის ოცნება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით ფლობდა უფრო მეტ ხმას. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციას ჯამურად უნდა აეღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე შეძლებდა ამას ოცნება. ამ 10%-ის გაუყალბებლობის შემთხვევაში სავარაუდოდ ლელო გაიყვანდა 14-ის ნაცვლად პირობითად 17-დან 18 დეპუტატს და ელისაშვილი მაინც დარჩებოდა ამ სიის მიღმა. ალეკო ელისაშვილის განცხადება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისთვის არის მორიგი აღიარება და დასტური იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ გაყალბებულა და მათი ოპონენტები თემით სპეკულირებდნენ. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და კარგად იცოდა, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი და პოლიტიკური რესურსი და წონა არ ჰქონდათ.
წინასწარ იცოდნენ ცხადია, რომ მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ. ელემენტარული კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხო, რა წარმატებაზე არის საუბარი. ყველამ ვიცით, ვის რა რეიტინგი აქვს, ვის რა შესაძლებლობა აქვს და რა შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც საპარლამენტო არჩევნების პროცესში და თუნდაც ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივ პირდაპირ აღიარებაა, რომ თავიდანვე იცოდნენ, რომ ისინი ვერ მოიგებდნენ, იმიტომ რომ კვლევას ყველა ატარებს, კი მიდიოდა მიზანმიმართული манипуляციები ამასთან დაკავშირებით, ჰქონდათ მცდელობა, რომ თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინათ იმაში, რომ მათ თითქოს რაღაც რესურსი ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერი ვიცით. რატო გეგონა რომ მე-20 ვერ გახვიდოდი და როცა მე-20-მდე ვერ მოვიდა სია, რატოა რომ არჩევნები გაყალბებულია. ეს და თან ამბობს რომ წინასწარ ვიცოდიო, რომ მე-20 ვერ გავიდოდიო. ან ლოგიკის სახელმწიფო გადაშენონ და ნახონ როგორ უნდა ილაპარაკონ, ან ვინმე სხვას კითხონ, მეტი გამოცდილება ვისაც არ. ალეკო ელისაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან და მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ტელეარხზე გააკეთა. მადლობა ნანა გოგეტაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ალეკო ელისაშვილმა ეს განცხადებები ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა. კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა ვრცლად ისაუბრა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებსა და უკვე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. იმისთვის რომ მეჩვენებინა, რომ მე არანაირი პოლიტიკური ზედმეტი ამბიცია არ მქონდა, ლელო ძლიერი საქართველოს ჩვენი კოალიციის სიაში მე ვიყავი მე-20 ნომერი. და მე ვერ გავედი პარლამენტში. მე ვერ ვიცოდი რომ პარლამენტში ვერ გავიდოდი. ჩემი ყოყმანი და ჩემი ყველაფერი დამთავრდა იმ წამს, როცა ხელბორკილი დაადეს. მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ეს ხალხი დაიჭირეს. უყურებთ კურიერს სამსაათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. სომხეთში ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში პოლიცია და სპეცრაზმია შესული. სამართალდამცველები მთავარ ეპისკოპოსის მიქაელ აჯაბაჰიანის დაკავებას ცდილობენ. პროკურატურა მის წინააღმდეგ საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბოლომდებით აღძრა. ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მთავარ ეპისკოპოსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა ვითარების დეესკალაციის მიზით მზადაა პოლიციას ჩაბარდეს. ევროკავშირის საბჭოზე უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ევროპული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკეს ტექსტს 27 წევრი სახელმწიფოდან 26-მა დაუჭირა მხარი. ლიდერები ბრიუსელში ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ოქტომბერში იმსჯელებენ. ამერიკამ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაცია Financial Times-მა ამერიკის პრეზიდენტზე დაყრდნობით გავრცელა. ტრამპი აცხადებს, რომ მხარებს შორის არსებული დავის გადაწყვეტა ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით კი შეერთებული შტატები ჩინეთისთვის დაწესებულ ზოგიერთ შეზღუდვას მოხსნეს. საქართველოს პოლიციამ 126 ძირი კანაფი ამოიღო. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქირავების სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას ახდენდა. ის დაკავებულია გამოძიება 265 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთი პირი დააკავა პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ 3G-ს ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. ისინი მოთავსებულები არიან დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. საქართველოში აბონენტებს მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს უკვე 3 მსხვილი ოპერატორი მიაწვის. კომუნიკაციების კომისიამ 5G-ს დასანერგად მესამე ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად სილქნეთი გამოაცხადა. კომპანიის მიერ შეძენილი ლოტის საფასურმა ჯამში 48.802.000 ლარი შეადგინა.
მესამედ გაიმართა სიხშირული აუქციონი მეხუთე თაობის მობილური ტექნოლოგიის სიხშირული ლიცენზიის მოსაპოვებლად. აღნიშნული აუქციონი ჩატარდა კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე. ეს იმედს გვაძლევს, რომ აქტიურად მოხდება შემდგომ, რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიის დანერგვა და ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ გაძლიერდეს კონკურენცია, მათ შორის ახალი თაობის ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით და მომხმარებელმა სწორედ ეს სიკეთეები მიიღოს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პროგრესული იდეების ცენტრის ეგიდით პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ცენტრის პროექტების გაცნობა და სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმა. მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შევხვდი სხვადასხვა პროფესიული წრეების, სხვადასხვა მოქალაქეების ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრესული იდეების ცენტრის ქვეშ არიან გაერთიანებული. მათი მხრიდან იყო მოწოდებული არაერთი საინტერესო იდეა, რომელიც მყისიერად შეგვიძლია რომ განვახორციელოთ და დავიწყოთ და ამ იდეებით მივიდეთ ჩვენს მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენი დეპუტატების თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონტროლოდ მნიშვნელოვანი არის და ასეთ შეხვედრებს ყოველთვის გამოვიყენებთ, რომ ახალი იდეების გენერირება მოხდეს. დავით ზონღულაშვილი ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ხიდები, კოტეჯები და ზიპლაინი. ასევე სპეციალური მარშრუტი კლდოვან რელიეფზე, რომელიც ექსტრემალური დასვენების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. თბილისთან ახლოს შესაძლებლობა იქნება, რომ ნახონ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ლანდშაფტი, უნიკალური ბიომრავალფეროვნება, აგრეთვე მნიშვნელოვანი არის, რომ კერძო სექტორთან ერთად მიმდინარეობს აქტიურად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ერთის მხრივ კომერციალიზაციას, მეორეს მხრივ კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომობას, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ასევე ტურისტების. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ბუნების დაცვასთან ერთად წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარება. აღნიშნული ორიენტირებულია ერთდროულად რამოდენიმე მიზანზე, მათ შორის არის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა კერძო ბიზნესთან ერთად და ასევე რა თქმა უნდა ვიზიტორებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ბირთვისის ბუნების ძეგლი გამორჩეული არის თავისი უნიკალურობით. აღნიშნული ტერიტორია ყოველთვის პოპულარული იყო ვიზიტორებისთვის. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაეხმარება ვიზიტორებს უკეთ გაეცნონ, უფრო გამარტივებული გზით მოგზაურონ ბირთვისის ბუნების ძეგლზე. რუსთავის მერია გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. სხვადასხვა დაავადების და მწერების განტაცებად ამუშავებენ ხეებს და მცენარებს. სამუშაოები თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა, სადაც რამდენიმე დღეში მუსიკალური ფესტივალი დაიწყოს. ხემცენარეების დაავადებების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწერების გავრცელების საწინააღმდეგოდ დავიწყეთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. სამუშაოები დილის 5 საათიდან მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება. ხემცენარეებისა და გარემოს დამუშავება ხდება კოღოებისა და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. დეზინსექცია ხდება ძირითადად იმ ზონებში, სადაც მაღალი ალბათობაა კოღოებისა და მწერების გავრცელების. ხალშაკოთილში ატრაქციონების პარკი ციცინათელა გაიხსნება. პარკი 2025 წლის სეზონს განახლებული ხდება. სამუშაოები სტარინგ ჯორჯიამ ჩაატარა. ტექნიკურ ნაწილთან ერთად შეიცვალა ციცინათელას კონცეფციაც. გასართო პარკში მისულ ბავშვებს თავგადასავლები ელოდებათ. შეცვლილია პარკის სარგებლობის წესები, მაგალითად მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ზონებში. 4 ფეხა მეგობარს, რომელიც 7 კილოგრამს აღემატება, აუცილებლად უნდა ეკეთოს ალიგაბი. პროექტში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. ხვალ საღამოს 6 საათიდან გაიღება პარკ ციცინათელას ჯადოსნური კარი და გვჯერა რომ შემოსვლისთანავე მაშინვე ზღაპრულ ატმოსფეროს თანაზიერს გავხდით ყველა მოსულ სტუმარს. 2 ატრაქციონი სრულად განახლებული არის ეგრეთ წოდებული ფუდკორტი და 1 უალკოჰოლო ბარი, ასევე შეცვლილი არის პარკში მოქცევის წესები, ასე რომ ყველას ვთხოვთ რომ გაიცნონ წესებს, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციონ კონკრეტულ ატრაქციონებთან დამონტაჟებულ აბრებს.
დაკავშირების ბოლო საქველმოქმედო განცხადება 3 წლის ირაკლი აფაქიძე სასწრაფოდ სჭირდება საზოგადოების დახმარება, მას გაფანტული ენცეფალიტის დიაგნოზი დაუსვეს. საჭირო გახდა ბავშვის თურქეთში გადაყვანა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთში პარლამენტში პრემიერის მოსმენა გაგრძელდება. ირაკლი კობახიძე შეკითხვებს უპასუხებს, რასაც კურიერი პირდაპირ ეთერში შემოთავაზებთ. დროებით.